ნინო ხარატიშვილი ამ წამს ერთი წუთის წინ დავასრულე წაკითხვა და ნინო ხარატიშვილი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალია ჩემთვის, მისი წერის მანერა, გასაგებად წერს და წიგნი, რომელიც და მე მგონი მესამე წიგნია თუ მეოთხე მისი, რომელსაც ვერ ვეშვები, ისე მიჭერს. ნინო ხარატიშვილი Facebook-ზე არ იძებნება, თუმცა როდესაც შევხვდი მას, მივეცი წერილი და ვუთხარი, რომ ჩანაწერებს ვაკეთებ მეთქი და ნახეთ მეთქი, დარწმუნებული ვარ ნახავ და ეს წიგნი შევიძინე მის პრეზენტაციაზე კატა და გენერალი. ეს ნინო ხარატიშვილი დატოვებული სიტყვებია, იმედია მოგეწონებაო, რა თქმა უნდა, მომეწონებოდა. მე ძალიან მიყვარს რეალურ ამბავზე დაფუძნებული წიგნები. ყელში ბურთი მაქვს ახლა გაჩხერილი, იმიტომ რომ ეს წიგნი არის პოლიტკოვსკაიას წიგნის პუტინის რუსეთის გაგრძელება ჩავთვალოთ, სადაც იქ ჩეჩნეთში მოკლული და გაუპატიურებული გოგონას ამბის გაგრძელებაა. ოღონდ ნინოს უფრო მხატვრულად აქვს გადმოცემული და აქ ელზა ქვია იმ გოგოს, რომელიც რეალურად მგონი ელზა ქვია და ამ წიგნში ნურა ქვია. რუსი არის მტერი. რუსი კაცი, ქალი და ბავშვი არის მტერი. არავინ არასოდეს არ დასჯილა პოლკოვნიკი, მაიორი თუ ნებისმიერი თანამდებობის მქონე პირი თავისი დანაშაულის ჩადენის შემდეგ. არც ერთი რუსი თანამდებობის პირი არ დასჯილა არასდროს კანონდარღვევის შემთხვევაში. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? ისინი თვლიდნენ და ყოველთვის ჩათვლიან, რომ ძალაუფლება აძლევთ დანაშაულის ჩადენის უფლებას და ეს წიგნი არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული. ეს ნახატიც ძალიან მნიშვნელოვანი ნახატია, კუბიკი, რომელზეც აწყობილია ჩვენი ტრაგიკულად მოკლული გოგოს ამბავი, ჩვენი ასე ვთქვათ ჩეჩენი გოგოს ტრაგიკულად მოკლული ამბავი. ეს ნავიც და ტბაც არის ჩეჩნეთში, სადაც ავტორი თვითონ იყო ჩასული და ამ წიგნის პრეზენტაციაზე მან ზოგადად დეტალურად ვერ მოყვებოდა ყველაფერს, მაგრამ ზოგადად მოყვა იქაურობაზე, როგორი მძიმე სიტუაცია არის იქ და მან გაბედა და ჩავიდა, იმიტომ რომ არ ჩავსულიყავიო, მე ამ წიგნს ვერ დავწერდიო, ამიტომაც რეალური ამბავი პირველი პირებისგან გადმოცემული წარმოგვიდგინა ნინო ხარატიშვილმა და მინდა იცოდეთ, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე მოусმენთ. რუსი არის ყოველთვის მტერი და ბოროტი. რუსები ყველანი, ქალიც, კაციც და ბავშვიც არიან ბოროტები. თქვენ თუ იკითხავთ წიგნებს, მიხვდებით, რომ მე მართალს ვამბობ.